ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი უძრავი ქონების ბაზარი ლარიზაციისთვის ემზადება. ამ ეტაპზე რთული სათქმელია მიენიჭებენ თუ არა ტრანზაქციების შესრულებისას ეკონომიკური აგენტები უპირატესობას ეროვნულ ვალუტას. სახელმწიფო ინიციატივა კი ყველა სექტორს, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს დედოლარიზაციისკენ მოუწოდებს. მთავრობა უძრავ ქონებაზე ფასდადების ლარში გამოცხადების ვალდებულებაზეც მსჯელობს. მიზეზად კი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებას ასახელებს. ვენაშენელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე უძრავი ქონების ლარში რეალიზაცია ან ფასის ეროვნულ ვალუტაში რეკლამირება წარმოუდგენლად მიაჩნია. დღეს თუ გავუშვებთ, რომ ღირებულება არის 1500 ლარი, უცებ ერთ დღეში აიწია 10 პუნქტით და მე მეორე დღეს იმ რეკლამის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ. პრაქტიკულად ყველაფერი არის ყარვალუტაზე შეძენილი, დაწყებული მიწიდან, დამთავრებული საშენი მასალებით და საწვავით და სატრანსპორტო მომსახურებით ყველაფერი პირდაპირ დამოკიდებული არის ყარვალუტაზე. შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თუ მოხდა კიდევ გაუფასურება ლარის, მაშინ უბრალოდ ვალდებულებები ვეღარ შესრულდება. ანუ კომპანია ან კიდევ გაყიდვები უნდა მოხდეს ძალიან დიდი თადარიგის დაჭერით. სამშენებლო კომპანია IGS ჯგუფის ფინანსური დირექტორი აღნიშნავს, რომ ლარიზაციის პირობებში უძრავი ქონების ბაზარი უფრო სტაბილური გახდება. თუმცა მისივე განმარტებით, ლარიზაცია ათწლეულების პროექტია და უძრავი ქონების ბაზარს ახალ რელსებზე გადაწყობა პირველ ეტაპზე გაუჭირდება. ლარს უფრო წაადგება უძრავი ქონების ლარიზაცია და უძრავი ქონების ბაზარზე ლარში მომხდარი ოპერაციები, ვიდრე უძრავი ქონების ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე იყო ესეთი შემთხვევა წინა წლებში, რომ კონკრეტულად არმატურის ფასი ორჯერ დაესა და შემდეგ ისო ორჯერ გაიზარდა. ამ პირობებში ლარიზაცია სიტყვაზე ორჯერ მეტ დანაკარგს გამოიწვევდა, ორჯერ მეტი რხევა და ორჯერ მეტი დანაკლისი იქნებოდა უძრავი ქონების ბაზარისთვის, მწარმოებლისთვის. შესაბამისად, ის წარმოებლები, ვინც თავიანთ პროდუქტს აწარმოებენ დოლარში, ძნელი იქნება მათი დარწმუნება ლარის კურსის სტაბილურობაში, ლარის კურსის, ვთქვათ, საიმედოობაში და ეს 10 წლეულების პროექტია. დღეისათვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში წარმოებს სპეციალისტების განმარტებით აღნიშნული ბაზრისათვის ლარი კვლავ არამყარ ვალუტად რჩება.